ადრეც მithქვავს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოს ბედი, ჩვენი ბედი წყდება, მოდით უგნებავთ ასე ვიტყვი, პროცენტულად ვიტყვი 90-95-99%-ით წყდება სწორედაც რომ საქართველოში ეს მithქვავს, კვლავ ვიმეორებ ამას ვამბობ და ალბათ კი არა მაღალი ალბათობით აზრს არ შევიცვლი, თუმცა რასაკვირველია მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, მაგალითად ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ან უკრაინაში ფართო გაგებით ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, რასაკვირველია ჩვენს ხელს შეგვიწყობს იმაში, რომ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი დავასრულოთ და ჩვენი ეროვნული ამოცანა დავასრულოთ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, ანუ ბიზინა ივანიშვილმა და მისმა პატრონებმა კიდევ უფრო მეტად არ მოიქნიონ კუდი და ისინი კუდს რომ იქნევენ და რომ ჩაებღაუჭა ბიზინა ივანიშვილის ძალაუფლებას და ყველაფერს რომ აკეთებს იმისათვის რომ გადაირჩინოს საკუთარი თავი და გადაარჩინოს რუსეთი საქართველოში, კავკასიაში და საქართველოში, ეს ფაქტია. ზეგავლენას ახდენს ჩვენზე რასაკვირველია მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და მოახდენს კიდეც მომავალში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთი რეგიონში ფართო გაგებით ახლო აღმოსავლეთში ან კიდევ უფრო ფართო გაგებით რეგიონში რასაკვირველია მარცხდება და ეს ჩვენთვის არის შანსი ჩვენი ეროვნული ამოცანების მიღწევისათვის დასავლეთი ასე პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა არც ჩაერიოს იმ გაგებით რომ არ ჩამოვა დესანტი აბასთუმანში და არ წაიყვანს ბიზინა ივანიშვილს მაინც და მაინც თუმცა საბოლოო ჯამში არაფერი არ გამორიცხული მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ ალბათ მაინც ასე არიზამს მაგრამ ის რაც ხდება საქართველოში კი არა გარშემო აზვირთებს საზოგადოებას და ერთ დიდ ტალღას როგორც ასეც ბიზინა ივანიშვილი მაღალზე მაღალი ალბათობით ვერ გაუძლებს ვერ შენარჩუნდება ბიზინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში თუ რუსეთი გლობალურად რასაკვირველია დასუსტდება დამარცხდება ბევრგან თუ ყველგან არა ბევრგან მაინც მას რუსეთს აღარ ეცლება იმისათვის რომ ბიზინა ივანიშვილს მოხედოს ახლა და ბიზინა ივანიშვილის გადარჩენაზე იფიქროს, როდესაც ბელგოროდში პირობითად ლაპარაკობ აფეთქდება არა ერთი ნავთობგადამამუშავებელი, აბსოლუტურად პირობითად ბელგოროდში და აბსოლუტურად პირობითად ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და რუსეთის ჩამოქცევის, ჩამონგრევის პროცესი დაიწყება სანქციებით პირველ ყოვლისა, მოხრჩობის იმ პოლიტიკით, რომელიც დაბრუნებულმა თქვენი ნებართვით ასე ვიტყვი, გლობალურ სივრცეში დაბრუნებულმა შეერთებულმა შტატებმა დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ ის ნელ-ნელა რკალს ან მარწუხებს კრავს რუსეთის გარშემო, რუსეთის კისრის გარშემო და ეს ფრიად აპანიკებს რუსეთს, რომელმაც ამასობაში ხელფეხი შეიძლება მართლაც მოიქნიოს ჩემს წინა ვიდეო ბლოგში ამაზე ვისაუბრე და მან შეიძლება შეუტიოს ლიეტვასა და პოლონეთს და სუვალკის დერეფანი გაჭრას და დაუკავშირდეს ეცადოს თუ დაუკავშირდეს კალინინგრადს, მაგრამ ეს იქნება გითხარით ნატოს უფრო შეკავშირების, ნატოს მართლა შეკავშირების და არა ალბათ შეკავშირების საფუძველი, იმიტომ რომ ამოქმედება მეხუთე მუხლი და არ ვიცი რამდენად პორტუგალია, რამდენად ჩაერევა პორტუგალია იმ ომში დაპირისპირებაში გლობალურში რუსეთთან, მაგრამ აუცილებლად ჩაერევიან ის სახელმწიფოები, რომლებიც შესანიშნავად ხვდებიან, გრძნობენ, რომ საფრთხეები რუსეთიდან იზრდება ევროპის კონტინენტის მიმართულებით. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? ასე განვითარდება თუ ისე განვითარდება, რუსეთი გლობალურად მარცხდება და ჩვენ გაგიკვირდებათ და რასაკვირველია პროდასავლური ზოგადად სწორი სიტყვა, მართებული სიტყვა ეს, მაგრამ ამგვარი პროდასავლური პოლიტიკა რო დავყოთ, ხო ჩვენ უფრო პროამერიკული პოზიცია უნდა გქონდეს და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი როგორც ასეთი, რუსეთი როგორც სახელმწიფო არ გაქრება და გარკვეულზე მაღალი ან გარკვეული ალბათობით ის არ შეიცვლება, მთავარი არის არ შეიცვლება და კვლავ ექნება მას იმპერიული ზრახვები, გადადებს ამ იმპერიული ზრახვების აღსრულებას შესაძლოა, მაგრამ ის დაიტოვებს გარკვეულ გავლენის სივრცეებს და ჩვენი მიზანი არის ამ პერიოდში რომ დავუსხლტეთ რუსეთს და რკინის ფარდის აქეთ მხარეს, რუსეთის მხარეს კი არ დავჭეთ, ჩავჭეთ თუ ჩავბეტონდეთ თუ ჩავიხრჩოთ, არამედ მოხვდეთ იქით მხარეს, ანუ დასავლეთის მხარეს თუ რკინის ფარდა როგორც ასეთი მაინც და მაინც და ეშვება
და სოფლიო ახალი წესრიგი თუ ამგვარი ახალი წესრიგი ჩამოყალიბდება, ესეც რომ ვიცოდეთ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ მოსაზრებისა, რომელიც ატომღას კულტივირდება თუ ხშირად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაშიც, ყველგან ალბათ, მაგრამ საზოგადოებაშიც, რომ რუსეთსა და დასავლეთ შორის, რუსეთსა და ამერიკას შორის არის გარკვეული გარიგებები. მე პრინციპულად არ მეთანხმები ამ მოსაზრებებს. გარკვეული გარიგებები არათუ დღევანდელ ამერიკასთან არ არის, არამედ გუშინდელ, აი, უხეშად ბაიდენის ადმინისტრაციის ამერიკასთანაც კი არ იყო. ყოველ შემთხვევაში, იცით თქვენ ალბათ, რომ გავრცელდა ამგვარი ინფორმაცია, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის ვენესუელაში გასვლა შესთავაზა გარკვეული პერიოდის წინ და შეერთებული შტატების შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთსა და ევროპის საკითხებში ფიონა ჰილმა განაცხადა, რომ 2019 წელს ეს მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ტრამპის კადენცია, პირველი კადენცია, განაცხადა ფიონა ჰილმა, რომ 2019 წელს რუსმა მაღალჩინოსნებმა ვაშინგტონს შესთავაზეს არაოფიციალურად, რასაკვირველია, გარიგება ეგრეთ წოდებული, რომ შეერთებული შტატები მიიღებდა მოქმედების თავისუფლებას ვენესუელაში, ანუ რუსეთი აძლევდა უფლებას, თუ სწორი სიტყვა, ნებართვას, არასწორი სიტყვა, მაგრამ მაინც მოკლედ რუსეთი თვალს დახუჭავდა ვენესუელაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ამერიკაში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ შეერთებული შტატები თვალს დახუჭავდა იმაზე, რას იზამდა რუსეთი უკრაინაში, ანუ მის ახლო მდებარე ტერიტორიებზე, ახლო საზღვარგარეთში, სხვა ქვეყანაში, მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და გააკეთებდა იმას, რაც მოესურვებოდა შეერთებული შტატები ამ ყველაფერს დაუთმობდა. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები უნდა გვახსოვდეს, დამოუკიდებლად იმისა, როგორ ვაკრიტიკებთ ჩვენ, ან არ ვაკრიტიკებთ მის რომელიმე ადმინისტრაციას, უნდა გვახსოვდეს, რომ მაინც ერთგულია პირველ ყოვლისა. დღევანდელი ადმინისტრაცია ამერიკის სახელმწიფო ინტერესებისა და ამერიკის სახელმწიფო ინტერესებში არ შედის არც ერთ შემთხვევაში რუსეთის გაძლიერება სადმე და მით უმეტეს ბევრგან. აქ-იქ შეიძლება დაუთმოს, მაგრამ რუსეთის გაძლიერება სრულად ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთ ადმინისტრაციის პირობებში თუ ინტერესებში არ შედის. ჰილის თქმით, წინადადებები არაოფიციალური კი იყო, დაახლოებით ასეთი, თქვენ გაქვთ თქვენი მონროს დოქტრინა, რომელიც ესე უნდა ვთქვათ, რომ ამერიკას ავალდებულებს ამ ეს დოქტრინა ყოველ შემთხვევაში, რომ ამერიკა იყოს კონცენტრირებული, ორიენტირებული და კონცენტრირებული უფრო ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ამერიკაზე და იქ არ შემოუშვას არც ერთი სხვა, მათ შორის არც პირველ ყოვლისა ევროპული სახელმწიფოები, ესეც არის თქმული და ანუ უკანა ეზო იყოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა და სამხრეთ ამერიკა და ჩვენც გვაქვს იმდენად მონროს დოქტრინა, კონცეფცია, რამდენადაც გვაქვს ჩვენი ინტერესები ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მოკლედ აღვადგინოს ძალთა ბალანსი, მაგრამ საქმეც ის არის, რომ არც 2019 წელს და არც უკვე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში სულად გულახდინებით თუ ვიქნებით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მაინც ძალიან სუსტი იყო და არც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეერთებული შტატები ამაზე თანახმა არ იყო და აკი ამიტომაც ძალიან გააქტიურებულია შეერთებული შტატები ახლა საგარეო ფრონტზე და აკი ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატები ღიად ამბობს, რომ არაფერს დათმობს ამ პროტების ცენტრების სასარგებლოდ, არაფერს არ პრაქტიკულად არაფერს დაუთმობს. რომ ვიცოდეთ მაინც, რომ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მაგალითად გრენლანდიასთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატები თუ არ იქნება უფრო მეტად ან უფრო მსუყეთ წარმოდგენილი დანის ამ სივრცეში, ამ შემთხვევაში ამ სივრცეს დაიკავებს რასაკვირველია არქტიკის კონტექსტში, არქტიკის ათვისების კონტექსტში რასაკვირველია რუსეთი და რუსეთის ზურგსუგან ერთგვარად დგომი ჩინეთი. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებში შედის გრენლანდიაში უფრო მსუყეთ წარმოდგენა არ გულისხმობდა საერთოდ არ ვლაპარაკობ ოკუპაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პირები თუ პირების მეუღლეები აქვეყნებენ რუკას გრენლანდიისა, რომელიც მთლიანად ამერიკის დროშის ფერებით არის გადაფარული და ამის მიუხედავად ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ოკუპაცია როგორც ასეთი დანის
ამ ნაწილისა მოხდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება გრენლანდია მსოფლიო უსაფრთხოებისათვის და რაც უფრო მსუხეთ იქნება წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატები ყველგან მეთქე ბალტიის ზღვაში, შავ ზღვაში, ესეც რომ ვიცოდეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი რაც არის, მით უფრო უკეთესია შტატებისთვისაც, სახელმწიფო ინტერესებისთვისაც და ჩვენთვისაც, მაგალითად შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვისაც, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები ერთგვარად უკვე არის წარმოდგენილი, იგულისხმება თურქეთი, იგულისხმება ბულგარეთი და იგულისხმება რუმინეთი, იგულისხმება უკრაინაც და საქართველო და რუსეთი რჩება შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, სამწუხაროდ საქართველო არის რუსეთის მოკავშირე მოცემულ ეტაპზე ბანდიტი ბიძინა ივანიშვილის გამოისობით თუ ბანდიტი ივანიშვილის სიფრთხილეებისა და უფრო შიშების გამო და კიდევ იმის გამო, რომ ეს არაორდინალური კაცი თლად შერაცხადიც არ არის, თლად გულახდილები თუ იქნებით. ხო, უნდა ისიც თქვათ, რომ არანაირი გარიგება, როგორც ასეთი, გარიგება რომ უნდომობდა შეერთებულ შტატებს ოდესმე მაინც, მოდი ესე ვიტყვი, ცივი ომის დასრულების შემდეგ გაცილებით უკეთ სულად მართლა გაურიგდებოდა და მართლა დაუტოვებდა გავლენის სფეროებს რუსეთს აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. გარიგება რომ დომოდა საქართველოს კონტექსტში ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენ არ დაგვიცავდა, ეს არის 2008 წელი, ან 2008 წლის შემდგომ პერიოდში, ან 2008 წლამდე თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მზარდი რუსული საფრთხეებისაგან და პირდაპირ ჩაგვაბარებდა ჩვენი სახელმწიფო რომ არსებობს 2008 წელს რომ გადარჩა ამერიკის შეერთებული შტატების როლი და წვლილი კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისა იქ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სარკოზიზეც ანუ საფრანგეთზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ჩამოსულ ლიდერებზე ევროპელ ლიდერებზე რომლებიც რუსთაველის გამზირზე იდნენ რასაკვირველია უნდა ვილაპარაკოთ ევროპის პოზიციაზე და ევროპის მიდახმარებაზე მაგრამ პირველ ყოვლისა ეს არის შეერთებული შტატების დამსახურება უნდა გვახსოვდეს რომ 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულმა მოკავშირე რუსეთმა სცადა არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონის აპყრობა, მერე რაღაც აღიარება, აფხაზეთის რაღაც ზემო აფხაზეთის თუ კოდორის ხეობაში შეჭრა და მოახერხა კიდეც ეს ყველაფერი და ასე შემდეგ შეცდომების გამო, მეტწილად ჩვენი შეცდომების გამო, მაგრამ ძალამ აღმართიც ახსნა, თუ გულახდილები ვიქნებით, არა, რუსეთს უნდა მთელი საქართველოს გაკონტროლება და უკვე მაშინვე უნდოდა რომ დაწყება იმპერიის აღდგენისა უბრალოდ არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ეს უმცროსი ბუშია გახსოვთ პრეზიდენტი, იმიტომ რომ გამოცხადდა სამხედრო ჰუმანიტარული აქცია ოპერაცია საქართველოსთან მიმართებაში და მართლა პამპერსი კი არ შემოუტანიათ, უბრალოდ შემოვიდნენ, დაფიქსირდნენ, ჰაცა იკეტა და ამერიკამ წარმოუდგენელი დახმარება გაგვიწია რუსეთს მიუთითა, რომ ძალიან ძვირფას დაუჯერდა რუსეთს, გეხსოვებათ ერთ-ერთი ავტორი წერს კიდეც იმასთან დაკავშირებით, რომ განიხილავდნენ სამხედრო ოპერაციის დაწყებას, სამხედრო ჩართულობასაც კი შეერთებული შტატებიდან, ეგრა მაგის პასუხია და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჩართულობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ იმას კი განიხილავს, სამხედრო ჩართულობა ალბათ მამახალი ნათქვამია, რომ საქართველოს მიეცეს, ეხლაც განიხილავს, საქართველოს მიეცეს ის შესაძლებლობები, გადაეცეს, ან ჰქონდეს ის შესაძლებლობები, რომ სიტუაციის ძალიან არევის შემთხვევაში და რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში საქართველოს შეეძლოს, დღესაც შეეძლოს თავდაცვა ისე, რომ რუსეთს ძვირი დაუჯდეს. ეს ყველაფერი შეკავება რუსეთისა თუ გნებავთ ვიტყვი ასე, აკი ამიტომაც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილში, სამხედრო თავდაცვით ნაწილში თანამშრომლობას საქართველოს თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არ უარობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულ შტატებში შესანიშნავად იციან, რამდენად არაადეკვატურია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ უკანონოა, ასევე არაადეკვატურია ბიძინა ივანიშვილი და მის ბანდა და მის ფრთებქვეშ მოქცეული უკლებლივ ყველა სახელმწიფო პირი, სახელმწიფო უწყება, ეგრა მაგის პასუხია და აღარ მახსოვს ვინ, მაგრამ ერთ-ერთმა იუზერმა Facebook-ზე დაწერა, ვიცით კი მონიტორინგი, შემოწმება გადვიკეთებია კი, რა მდგომარეობაშია ჩვენი იარაღი, რა იარაღი გვაქვს საერთოდ მოხდა თუ არა, ხდება თუ არა მონიტორინგი ამ ყველაფრისა, ხდება თუ არა განახლება, ტექნოლოგიების დანერგვა, ტექნოლოგიების შემოტანა
და ასე შემდეგ, უბრალოდ არაფერი არ ხდება ამ ორი უკანასკნელიდან, საერთოდ არ აქვს ინფორმაცია თავდაცვის უწყება შეიარაღებული ძალები და მდგომარეობაში არიან, თუმცა მე ვუდასტურებ პატივისცემას რასაკვირველი უკლებლივ ყველა სამხედროს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალებში არიან დღესაც, ან იყვნენ საქართველოს თავდაცვის ძალებში და ისინიც რასაკვირველია ის ჯარისკაცები, რომლებიც ასე მაგალითად არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში, საქართველოში, მაგრამ უსაქმოდ და აგრეთვე უკრაინაში ისინი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ახლაც მსახურობენ, არიან ერთიანი ორგანიზმის ნაწილი, რომ ვიცოდეთ მაინც. და კიდევ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალბათ იცით, რომ გათვალისწინებული ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში იყო თავდაცვის ხარჯები 1 ტრილიონი დოლარი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ცალკეულ მნიშვნელოვან კანონმდებლებთან, სენატორებთან კონსულტაციით მიიღო ამგვარი უპრეცედენტო გადაწყვეტილება 2027 წლისათვის, ხასვით ვამბობ ამას, ანუ არა მაინც და მაინც ახლა, თავდაცვის ბიუჯეტი და რატო 27 წლისათვის, იმიტომ რომ კიდევ უფრო გადაძაბვას განიხილავენ, რომ მოხდება სწორედ 27 წელს 500 მილიარდი დოლარით გაიზრდება, ანუ 50%-ით გაიზრდება მომავალი წლის 2027 წლის ბიუჯეტი. სენატორებთან, კონგრესმენებთან, მინისტრებთან და სხვა პოლიტიკურ წარმომადგენლებთან ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკების შედეგად მივიღე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, განსაკუთრებით ამ ძალიან რთულ და სახიფათო დროს 2027 წლის სამხედრო ბიუჯეტი უნდა შეადგენდეს არა 1 ტრილიონ დოლარს, არამედ 1,5 ტრილიონ დოლარს, ამბობს პრეზიდენტი ტრამპი, ამატებს, რომ ეს საშუალებას მოგცემს ავაშენოთ სანატრელი არმია, რომელიც დიდი ხანია გვეკუთვნის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რომელიც მტრის მიუხედავად უსაფრთხოდ და დაცულად გვამყოფებს. ვინ არისო მტერიო, ბევრი თქვენგანი იკითხავს, რასაკვირველია, არის რუსეთი, არავინ გამათობს ამაზე, მაგრამ არ გაგიკვირდება თუ ვიტყვი, რომ მთავარი გამოწვევა გლობალური უსაფრთხოებისათვის არის მაინც ეს ნელა და მახრჩობელა გველივით მოქმედი, ძალიან ბრძნულად, სათავისოდ ბრძნულად მოქმედი ჩინეთი, ის არის მთავარი მოწინააღმდეგე დასავლური სამყაროს იმერქი, ასე გეტყვით, და კონკრეტულად შეერთებული შტატების. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეული შეთანხმებების, სტრატეგიული ხასიათის შეთანხმებები არ შედგება. ერთ-ერთ ვიდეო ბლოგში მე ვთქვი, ვივარაუდე, პროგნოზი გავაკეთე, განჭვრიტე, რომ მიმდინარე წლის მაის-ივნისისთვის, დღევანდელ ვიდეო ბლოგში თქვი ეს, მოხდება სავარაუდოდ შეხვედრა და სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმება პრეზიდენტ ტრამპსა და სი ძინპინს შორის მერქი, ორდინ, ვეშაპს ორდინ, უზარმაზარ მოთამაშეს შორის მერქი და ეს რასაკვირველია კარგი იქნება, იმიტომ რომ თუ სი იქნება კომპრომისული დასავლეთთან იმართებაში, უკრაინასთან იმართებაში უფრო ზუსტად და დასავლეთთან ურთიერთობაში, ამის შედეგად რუსეთის დამარცხების პროცესი დაჩქარდება უკრაინის ფრონტზე და როგორ დაასრულებს პრეზიდენტი პუტინი თავის ასე რომ უყვარს სიცოცხლეს და დაიხლის მაკაროვის ტყვიას მეთქი, ამას ეხლა ხმამაღლა როგორი ტყვის კაცი, მაგრამ არც ეს არ არის გამორიცხული ჩვენს სინამდვილეში, რომ ვიცოდეთ მაინც. ისიც რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი მარინარა დააკავა, რუსები გადაფსიხდნენ ამის გამო, ისინი უსაფრთხოებას ითხოვენ ეკიპაჟის წევრებისა, მაგრამ ეკიპაჟის წევრები გასამართლდებიან, ესეც იცით მაღალი ალბათობით. და ისიც იცით ალბათ, რომ ხო, ეხლა ძალიან საინტერესოა ერთი დეტალიც, აი ტრამპს აყვედურობენ, რომ რატომ არ უტევს პირდაპირ რუსეთს და რატომ არის ასეთი ნელი კაციაო ტრამპზე, რასაკვირველი არის ვერ იტყვი, ხო ტრამპი პირიქით ძალიან აჩქარებული კაცია, მაგრამ აი ესე პირდაპირ შეიძლება რუსეთთან დაპირისპირებაში, ღია დაპირისპირებაში არ შედის პრეზიდენტი ტრამპი. ჩვენ ამასობაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ რეიგანიც, რომელმიც 1980 წელს გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და 99 წლის იანვარში დატოვა ოვალური კაბინეტი და რომელიც დროსაც არ დანგრეულა ესე ფორმალისტური თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი, რეიგანის ბჭყალებში ნელი კაცი იყო, ესე პირდაპირ იერიშები რუსეთზე არ მიუტანია, მიუხედავად იმისა, რომ evil empire, ხო, თუ არ ვწდები და არ ვწდები, ან 91-ში, ან 92-ში უწოდა პროტების იმპერია საბჭოთა კავშირს. რეიგანმა შეძლო, რომ ვიცოდეთ მაინც
კლარკის ეგრეთ წოდებული შესწორების გაუქმება, რომელიც კრძალავდა ამერიკის დახმარებას, მაგალითად ანგოლის, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანტიკომუნისტური ძალების ათვის და მან მნიშვნელოვნად გააზარდა დახმარება ანტისაბჭოთა მებრძოლებისა. ავღანეთში მაგალითად შექმნა სერიოზული პროგრამა კომუნისტი მებრძოლების წინააღმდეგ ცენტრალურ ამერიკაში და ასე შემდეგ, მაგალითად დიდი დახმარება გაუწია კამბოჯას და ასე შემდეგ. საბჭოთა რეფორმატორებს გიორგი ლაბაძე წერს ამის თაობაზე, რეფორმატორებს, რომლებიც ხედავდნენ საბჭოთა გავლენების დაკნინებას მესამე სამყაროში, მალე ბრეჟნევის დამაზიანებელი და უაზრო ავანტიურები კომუნისტური სისტემის ბანკროტობის მტკიცებულებად მოჰყავდათ და ამტკიცებდნენ, რომ გადაწყვეტილების მიღების მისი არადემოკრატიული ცვლილის სასწრაფო ცვლილებას მოითხოვდა. ამონარიდები ჰენრი კისინჯერის წიგნიდან არის ეს, რაც გიორგიმ გაგვაცნო. ჰენრი კისინჯერის წიგნს კი თავის მხრივ ჰქვია, რომ ცოდით მაინც დიპლომატია ძალიან სერიოზული ნაშრომია. მაგრამ ეს გაიწელა, ეს იყო პროცესი, ასე უნდა ვთქვა, თქვენის ნებართვით და უკვე საბჭოთა კავშირის მოშთობის დანგრევის, ხოშის აბა ბუში მაინც და მაინც მომხრე არ იყო ამისა, ვიცე-პრეზიდენტი და უკვე შემდგომ პრეზიდენტი, მოშთობის ოპერაცია დაიწყო მაინც ეკონომიკური ფაქტორების იყო ჩართული და ასე შემდეგ 85 წლიდან, როდესაც გამოცხადდა პერესტროიკა. აბა ბუში წინააღმდეგი იყო, მეთქი ის გამოვიდა, ბევრჯერ მიხსენებია უკრაინის პარლამენტში, უკრაინის რადაში და მოუწოდა უკრაინელებს, რომ იქნება და გორბაჩოვის ამ რეფორმებს დახვეთ 91 წელს, მაგრამ მალევე მამა ბუშმა აღიარა უკრაინის დამოუკიდებლობა იანვრის დასაწყისში, როცა რეფერენდუმი ჩატარდა უკრაინაში, ხოშოს იქ პირიქით არის, ხო ჩვენთან ჯერ რეფერენდუმი ჩატარდა და მერე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და უკრაინელებმა 24 აგვისტოს გამოაცხადეს და მერე ჩაატარეს რეფერენდუმი. მოკლედ, რეიგანს არ დაუწყია პირდაპირ კრემლიდან, მან დაიწყო მარწუხების მოჭერა, მან დაიწყო რუსეთის საბჭოთა კავშირის მოხრჩობა მაშინ და ჯერ თავდაპირველად მისდგა კომუნისტების საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს და მერე დაიწყო ის პოლიტიკა, განაგრძო ის პოლიტიკა, რომელიც საბჭოთა კავშირის დასრულებაზე იყო ორიენტირებული და აქ წარმატებით განახორციელა კიდეც ეს, თუმცა თავად კვლავ ვიმეორებ, ის პრეზიდენტი უკვე აღარ იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დაინგრა და აღარ არსებობს იმის შემდეგ და კი იქნებს კუდს და უფრო იქნებს ახლა კუდს რუსეთი, ვიდრე საბჭოთა კავშირმა მოიქნია კუდი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში. დაანებეთ და დავანებოთ, პირველ რიგში ვიტყვი, ამ თეორიებს თავი რომ რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს რაღაც კი არ ებრძვიან, არამედ გავლენის სფეროებს იყოფენ და ასე შემდეგ, გავლენის სფეროების გაყოფა რომ ზდობოდათ, საქართველოს უკვე რახანია მოქცეული იქნებოდა დასავლეთის კი არა, სწორედ რუსეთის სივრცეში და უკრაინა როგორც ასეთი დაჩოქებული იქნებოდა მოცემულ ეტაპზე და უკრაინის დაჩოქების შემდეგ რუსეთს ძალიან გაუადვილდებოდა საბჭოთა კავშირის ერთგვარი ფორმით აღდგენა, მაგრამ დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები ამას რასაკვირველი არ დაუშვებს და კიდევ კვლავ ვიმეორებ, რომ საქართველოს პროდასავლური ზოგადად პროევროკავშირული თუნდაც ასე ვიტყვი, არავითარ შემთხვევაში არც ირონიული ვარ და არც ვამცირებ ამ სივრცეს, მაგრამ უფრო უნდა ჰქონდეს პროამერიკული პოზიციები და მე არ ვიცი რას იფიქრებს ან როგორ იფიქრებს მომავალი ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ უნდა რუსთაველის გამზირი ახლაც უნდა დავაბრუნოთ შეერთებული შტატები. ახლაც ვიდრე ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა შეცვლილა. ხო? უნდა დავაბრუნოთ ამერიკის შეერთებული შტატების დროშები კი არის სიმართლე გითხრათ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესებზე კავკასიის რეგიონში უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვილაპარაკოთ ორმხრივ ურთიერთობებზე და უნდა ვილაპარაკოთ გაგიკვირდებათ და სამხედრო ბაზაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა. ამის კომუნიკაციას კი არა, ამას როგორც მოიფიქრებს ბანდა ხელისუფლება არც უნდა, ეს ფაქტია, მაგრამ როცა მომავალი და ალბათ უფრო კოალიციური მთავრობა გვეყოლება ჩვენ უნდა გყავდეს ერთი მძლავრი ჯგუფი იმ კოალიციურ მთავრობაში, რომელიც არა მარტო იტყვის ამას, არამედ გაიტანს კიდეც. აქ ამერიკის დროშა უნდა ჩაერჭოს და ჩვენს არაჩვეულებრივ დროშასთან ერთად
ევროკავშირის დროშასთან. ერთადაც კი ბატონო, უნდა იფრიალოს ამერიკის სახელმწიფო დროშამ, რომ ჩვენ საბოლოოდ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თვასე არ მოხდა, რომელიღაც ეტაპზე ჩვენ ისევ აბა ესე თუ დავამარცხოთ იმ შემთხვევაშიც კი გადაგვაბარგებენ რუსეთის ცივცეში და მე უკვე ახლაც ხო ძალიან გვიჭირს და მე ხო წარმოუდგენელი იქნება ამ კი არა სხვა ხელისუფლების არა სხვა გვაქვს რუსეთის დამარცხება საქართველოში ეს რომ ვიცოდეთ მაინც 25 წუთი ამოიწუროს და დაგემშვიდობებით საქართველო გაიმარჯვებს ეს არის თავარი ნახვამდის